ანტუან დუპონი, დღეს მოდის ჩვენებაზე ვარ, ხვალძმას ღორების მოვლაში მივეხმარები. ფრანსუა დუპონი თანამედროვე რაგბის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. მისი დონის 9 ნომერი რაგბიში იშვიათობაა. ხომ ცხადია, რომ საფრანგეთის ნაკრები დუპონთან და მის გარეშე ორი სხვადასხვა გუნდია. თუმცა იცის რა თავისი უნიკალურობის შესახებ, ფრანსუა მაინც უბრალო ფრანგ ბიჭად რჩება. ახლახან ერთ-ერთ სარაგბო გამოცემაში საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ვარსკვლავმა თავისი ცხოვრების წესზე ისაუბრა, სასიამოვნოა, როცა ლუის ვუიტნის მსგავსი ბრენდები რეკლამის გაკეთებას გთხოვენ, მით უმეტეს, რომ რაგბი ფუფუნებისგან შორს არის. თუმცა ჩემი მიზანი არ არის სარეკლამო ბილბორდი ვიყო, არამედ ბრენდის რეალური ღირებულებების განსახიერება. რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნებიან ისეთები, ვინც ამას არასწორად აღიქვამენ, ან ინფორმაციას რაღაცნაირად დაამახინჯებენ. მაგრამ არ მაინტერესებს. დღეს შემიძლია მოდის ჩვენებაზე წავიდე, ხვალ კი სოფელში ჩემს ძმას დავეხმარები. მას იქ ბევრი ღორი ჰყავს. ამიტომ, სულ სხვა რამ მაინტერესებს. რა თქმა უნდა, თანაგუნდელები დამცინიან, მაგრამ მგონია, რომ უბრალოდ შურთ. სერიოზულად ვფიქრობ, გულის სიღრმეში ისინი ბედნიერები არიან. ცნობილი ბრენდები ხშირად არ თანამშრომლობენ მორაგბეებთან. ზოგადად, პოპულარობას, რა თქმა უნდა, ემოციური გავლენა აქვს. ქუდებისა და სათვალეების საკმაოდ დიდი კოლექცია მაქვს, რომ ყოველთვის არ აღმოჩნდე აჟიოტაჟის ცენტრში. ერთი მხრივ ყოველთვის არ არის სურვილი, გავჩერდე და სურათები გადავიღო ყველასთან, ვისაც სურს, მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ ხალხს უხარია შენი დანახვა და რთულია უარის თქმა. არასდროს უნდა დაგავიწყდეთ, რომ თუ რამეს იღებთ, სანაცვლოდ რაღაც უნდა მისცეთ. ბოლო დროს ბევრ სხვადასხვა შეთავაზებას ვიღებ. მეპატიჟებიან ქორწილებზე, დაბადების დღეებზე, დღესასწაულებსა და ავტოგრაფების სესიებზე. მეტი მოთხოვნა, ვიდრე ჩემს სააგენტოს აქვს დრო, რომ ისინი ჩემს გრაფიკში ჩართოს. რაც არ უნდა გვინდოდეს ყველას ვასიამოვნოთ, ეს შეუძლებელია.